მოგესალმებით, შემოთავაზდა კიდე 2025 წლის მაყურებლებო. ამიდოს როცა უყურებთ უკვე არის 2025 წლის 27 დეკემბერი და შესაძლოა არის უკვე 6 საათი, როცა ამიდოს უყურებ. შეიძლება 6 საათზე დავდო ეს ვიდეო. მაგ წლის და თვის და დღის 6 საათზე. ანუ 27 დეკემბერს 2025 წლის 6 საათზე, ხო? რა ვისაც არ გჯერათ რომ 2024 წელია, განახებთ მაინც. იმედია ცუდად არ აჩანს, ან კიდე იმედია დაინახეთ. და ეხლა 2025 წელს რა მაქვს გაკეთებული დავფიქრდე. გეტყვით იდეები, რაც მქონდა რა. წინასწარ რა იდეები მქონდა 2025 წელს რომ გამიკეთებინა. ვაპირებდი რომ გამიკეთებინა, დიდი ალბათობით გავაკეთე ეგეთი რაღაცეები. ერთი გავაკეთე 0-დან 50000-მდე დავითვალე, ანუ 2025-ში. უკვე დადებული არის ეგ ვიდეო დიდი ალბათობით. კიდე რა იდეები მქონდა? კიდე გვაქვს ბევრი ქოლმოქმედება ჩადენილი ალბათ. ამიდოს როცა უყურებ ალბათ. დიდი ალბათობით ყოველ შემთხვევაში. ერთი მაინც მაქვს გაკეთებული. მინიმუმ. ეხა მეტი მექნება, არ მგონი ეხა ერთით შემომეფარგლებინა. მაგრამ ძალიან მიხარო და ხალხის დახმარება. როცა დებდი ამ ვიდეოებსა. ხო და კიდე ალბათ კიდე მაქვს გაკეთებული ალბათ 12 საათიანი ჩელენჯი, 12 საათის მანძილზე ვკითხულობ გამომწერების კომენტარებს. და კიდე ალბათ რა ვიდეოსი მქონდა კიდე. მიც ბოლოუშევდა ხელსა, ურიკასა. ალბათ ეგეთი იდეაც მქონდა, რომ ორ ურიკას დავდგამდი და ერთში ჩავყრიდი ჩიფსებსა სავსე იქნებოდა, ჩიფსით სავსე იქნებოდა და მეორე იქნებოდა კოკა-კოლის სავსე. და ვინც ბოლო აუშვებდა მაქედან ხელსა, იმას დარჩებოდა ორივე ისა რა. ცაკ-ცაკე ავარჩევინებდი რა. ეგეთი იდეა მქონდა. ალბათ გაკეთებული მაქვს ეგ არ ვიცი. თუ მაქვს გაკეთებული ალბათ ძალიან მაგარი ხარ, ოჩახ შენა. ამდენი რამე თუ გაკეთე შენა. და ხო კიდე მინდოდა 26 კაციანი მარათონი გამეკეთებინა. სადაც გამომწერებს დავაჯიბრებდი. პრიზი იქნებოდა ალბათ 1000 ლარი, ეგეთი მიზანი მაქვს 2025 წელს რო გავაკეთო. უკვე ამ ვიდეოს როცა ნახულობ უკვე გაკეთებული მაქვს, ან კიდე წარსულს ჩაბარდა და აღარ გავაკეთე, მაგრამ დიდი ალბათობით გავაკეთე ალბათ. შეიძლება. ხო. კიდე რა შეეხება ჩემ არხსა, ყოველ შემთხვევაში ახლა მყავს უკვე 1520 გამომწერი. მაინც განახებთ ამასაც, თუ არ გჯერათ მაინც. ასე გამოიყურება ახლა ჩემი არხი. და ახლა ვიდეოს როცა ვნახულობ ალბათ, რამდენი გამომწერი მეყოლება, აბა დავფიქრდეთ ახლა. 10000 ვარ ალბათ ახლა. 5000 მაინც მეყოლება ალბათ. ჩემი აზრით მეყოლება ალბათ ახლა უკვე. 2025 წლის 27 დეკემბერს. წესით უნდა მყავდეს. თუ არ მყავს კიდე ალბათ ალბათ ძალიან წარუმატებელი ვარ. და რაღაცა შეცვლა მინდა, შესაძლოა. და კიდე რა შეიძლება რა ვთქვა. 2025 წელს რა მექნება გაკეთებული კიდე. ზუსტად ახლა მეტი არ ვიცი. რა უნდა მქონდეს მეტი გაკეთებული. ალბათ ბევრი ფანი არ მგონი მყავდეს ხა ბევრი ფანი, მაგრამ ფანი ხარაშოა შარც, მაგრამ ალბათ გარეთ რო გავდივარ, ალბათ მცნობენ, არ ვიცი ეგა. შეიძლება მცნობენ, არ ვიცი. ამ ვიდეოს როცა ვნახულო ყოველ შემთხვევაში მაშინ. ეხლა არავინ არ მიცნობს. ალბათ, არ ვიცი. არ ვიცი ვინც მცნობდით 2024 წლის 27 დეკემბერსა. უფრო ვანამდეც ვინც აქამდე, აქამდე ვინც მიცნობდით 27 დეკემბრამდე, 2024 წლის 27 დეკემბრის უკან, ვინც მიცნობდით, დაწერეთ კომენტარებში.
ხო და რავი, მე მგონი საკმარისი ვიდეო გამომივიდა. 5 წუთი ვილაპარაკე და დავი ძალიან ანუ მგონი ახლა ამ ვიდეომ რავი ნახვები აიღოს ვაფშე მეჭება. მაგრამ რავი რატო არა ანუ თუ ამდენი რაღაც გავაკეთე, ნუ 100 ნახვა მაინც შეიძლება ქონდეს ამ ვიდეოს. ნუ შესაძლებელია. თუ არა და 20 ნახვაც თუ აქ ამ ვიდეოსა, რავი მაინც ბედნიერი ვარ, ანუ ჩემი თავი მაინც ნახე 2024-ში როგორ გამოვიყურებოდი, აი ესე გამოვიყურებოდი. ხო. კაი, დავიქნიჯე მეყოფა. აღარ გვინდა ესეთი რაღაცები, მორჩა. ხო და რავი, მე მგონი საკმარისი იყო 2024 წელს, 2025 წელს რომ ესაუბრა ჩემი თავზე. რა გავაკეთე რა 2025 წლამდე. 27 დეკემბრამდე. ეგეც სამოვიწოდა. ოკეი. რა მეტი მგონი აღარაფერი აღარ დავჩვენა სათქმელი და დამშვიდობები მგონი ჯობია ჩემ თავსა. 2024 წლის. ანუ 2025 წლიდან რა. აი რაღაც სისულელეები ბაზრი მართლა. ამას არ მიჩნევთ და მგონი უკვე დროა რომ დავასრულე ეს ვიდეო და bye.